ბათუმის მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დასრულდა, უკვე აირჩიეს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი გახდა. მოადგილის პოსტი კი მეორე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლიშვილმა დაიკავა. პირველი სხდომა 2 საათს გაგრძელდა. თემა პირდაპირ ეთერში მარი ბოლქაძე განაგრძობს. მარი, როგორ ჩაიარა პირველმა სხდომამ? დეხოცა 12 წლის ირაკლი ჭეიშვილი გახდა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. მას ნდობა ახალი მოწვევის საკრებულოს 25 წევრიდან 20-მა გამოუცხადა. მას ხარი არ დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სავწევრიანო შემადგენლობამ და ასევე როგორც მოგვიანებით თვითონ აღნიშნა ნინო ბურჯანიძე ერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ცინცქილაძემ ირაკლი ჭეიშვილი იყო ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველი ნომერი და იგი ამ დრომდე იკავებს აჭარის მთავრობის აპარატში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას, როგორც მათ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას იქედან ამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ დაუწერია, რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს. ამ თანამდებობაზე იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და გაურკვევლობა თუ ვინ დაიკავებდა ამ თანამდებობას, რადგანაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დარჩენის პრეტენზია ჰქონდა ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს, თუმცა როგორც დაინახეთ თქვენ დღეს უმცროსი ირაკლი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილის პოსტი მისივე ინიციატივით დაიკავა ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა. სანამ ირაკლი ჩავლეიშვილი დასახელდებოდა მოადგილის თანამდებობაზე, მანამდე ინიციატივა გააჟღერეს ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე უმცირესობაშიც, კონკრეტულად საქართველოს გზის წარმომადგენელს გიორგი კაკაბაძეს უნდა დაეკავებინა ეს თანამდებობა და ამ ინიციატივას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საუბეს, თუმცა მას შემდეგ რაც ირაკლი ჩავლეიშვილი დასახელდა უკვე მოადგილის თანამდებობაზე, უმცირესობამ ამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დღეს კიდევ ერთხელ ბათუმის ისტორიაში გადაიშალა ერთი ახალი ფურცელი. მინდა ბათუმის მოსახლეობას მიულოცო ჩვენდამი აღთქმული მხარდაჭერა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოსახლეობას იმისათვის, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ნდობა გამოუცხადეს კიდევ ერთხელ კოალიცია ქართული ოცნების როგორც სიითის შემადგენლობის ნაწილს, ასევე კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ბატონ გიორგი ერმაკოვს. ყველას ჰქონდა თავისი შეხედულება თავმჯდომარესთან მიმართებაში, თუმცა საბოლოო ჯამში მარტივად და ერთმანეთს შევჯერდით. იყო თუ არა ირაკლი ჩავლეიშვილი საერთოდ განხილვის საგანი რომ ყოფილიყო? იყო ნამდვილად. საკრებულოს თავმჯდომარე არ დაავადებულა, რაც მოადგილეს ვაპირებს სიკვდილს. სტატუსი აქ მთავარი არ არის. მთავარი ის არის რა საქმიანობით იქნება დაკავებული. გავკათნიედები და გეტყვით, რომ მაგალითისთვის გრიგოლ ვოლსკი იყო მოადგილე, მაგრამ ყველაზე დიდი საქმეები აკეთა ამ ქალაქში. ჩვენ დავაბასდით ბათუმის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული იყო კოალიცია ქართული ოცნება და მათი გადასაწყვეტი იყო ვინ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ჩანს, რაღაცა ბევრი კონსულტაციის შემდეგ შეჯერებულან ირაკლი ჩავლეიშვილს, როგორც საინტერესო ისაა, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებაში კი შეჯერებულან. ჩემს დასამწუხაროდ დღეს აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის სახელით შემოსულმა საკრებულოს დეპუტატებას ხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატს და ეს ალბათ ბევრი თქვენი არის. შეეხება მოადგილეს ბუნებრივი არ გქონდა იმედი იმისი, რომ ოპოზიციურ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ისინი მოადგილეს, ესე თქვა, თანამდებობა შესთავაზებდა, უფრო მეტიც მინდა დაბეჭდებით გითხრათ, რომ არც კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა და ზოგადად არც ერთ თანამდებობას არ შესთავაზებენ, ალბათ კარგად გვახსოვს უმაღლეს საბჭოში თანამდებობის გადანაწილება. ველოდები ზუსტად იგივეს. ახალი მოწვევის პირველ სხდომას დეპუტატების სრული შემადგენლობა დაესწრო. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ არჩევნების შედეგების გაცნობის შემდგომ სხდომის წამყვანის პოზიცია უხუცეს წევრს დაეთმო. ეს პოზიცია დროებით დაიკავა 80 წლის რამაზ სურმანიძემ, რომელიც საკრებულოში ერთიანობის დარბაზის კვოტით შევიდა. 50 წლის შემდგომ რამაზ სურმანიძის ეს მეორე დაბრუნება იყო თვითმმართველობის ორგანოში და როგორც თვითონ განაცხადა, ამ გამოცდილებას გამოიყენებს უკვე სამომავლოდ მუშაობაში. რამაზ სურმანიძემ დღესვე ჩვენთან საუბარში არ უარყო, რომ იგი აპირებდა თავისი მანდატი დაეთმო თავისი ახალგაზრდა კოლეგებისთვის, თუმცა დღესვე ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი აპირებს, რომ დაარჩეს საკრებულოში და მისი გამოცდილება გამოიყენოს სამომავლო გეგმების შესახებ და დღევანდელი პირველი სხდომის შემდგომ პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობენ ახალი საკრებულოს სხვა დეპუტატებიც. ამ დარბაზში ნახევარი საუკუნის წინ
როცა შედგა პირველი სესია, მე ვიყავი ყველაზე უმცროსი. დღეს უფლის წყალობით ვარ ყველაზე უფროსი, მე უფრო ადრეც ვფიქრობდი, რომ ჩემს ადგილას შესაძლოა უმჯობესი იყო ახალგაზრდა კაცი ყოფილიყო. შემდეგაც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო და ალბათ იმის გამო, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ, მეგობარმა, სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც ჩათვალეს, რომ ჩემი ყოფნა საჭირო იყო, ამიტომ ჩავთვალე, რომ მე დავრჩები და შევასრულებ დეპუტატის უფლებამოსილებას. განწყობა არის ახალი საქმეების კეთების. შეიძლება ძველიც იყოს ეს საქმეები, მაგრამ ახლებური მიდგომით და ვცდილობთ და ვეცდებით, რომ ნამდვილად ქალაქი იყოს ქალაქისთვის, ბათუმელებისთვის. ფრაქციას ვქნით ჩვენ, ამიტომ ჩვენ არა ფრაქციის სახელით გვაქვს მოფიქრებული ახალი ოპოზიცია და ალბათ ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვაპირებთ ოპოზიციას. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ფრაქცია. ეს აუცილებელია, რათა ხელისუფლება იგრძნოს, რომ ჩვენ მოსვენებას ნამდვილად არ მივს. დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევით დასრულდა. დღის წესრიგიდან ამოიღეს დღეს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეების დაკომპლექტების საკითხი. იგი სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე დაკომპლექტდება, თუმცა როდის ჩაინიშნება მომდევნო სხდომა ჯერჯერობით უცნობია. ჩვენთვის ამ დროისთვის ცნობილი არის ის, რომ საკრებულოში რამდენიმე ფრაქცია ექნება კოალიცია ქართულ ოცნებას, ასევე ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას და იმ დეპუტატებისგან იქნება შედგენილი კიდევ ერთი ფრაქცია, რომლებმაც მხოლოდ თითო დეპუტატის გაყვანა შეძლეს საკრებულოში. მე გულისხმობ სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის გზა, საქართველოს გზა, ასევე გაერთიანებული ოპოზიცია ნინო ბურჯანაძე, ერთიანობის დარბაზი.